ყველაზე შინაურად ქართველები თავს გზნობენ ბასკეთში და ესპანეთში და მე მესმის რატომ? მარტო მე არ მემართება ესე. გონია რომ ეს ხო იცი გენეტიკა უცნაური რამეა, გენეტიკური მეხსიერება კოდი არსებობს და ეთნოგენეზისი არის ისეთი ფენომენი, რომელიც არ აღიარებდა ხა საბჭოთა ის, მაგრამ ახლა ეს არსებობს. პამპლონაში რომ მივედი ერთ სახლთან, აი ზუსტად ვიცოდი შიგნით როგორი იყო ზუსტად სადარბაზო და რო შევედი აი ერთ-ერთში დამხვდა რაც ვიცოდი რომ უნდა ყოფილიყო. აი ზუსტად. პამპლონაში არ ვიცი. დეჟავიუ. ოღონდ აი ერთ-ერთზე იყო, აი საფეხურიც იქ იყო ჩამოტეხილი, სადაც მე ვიცოდი რომ იქნება. ვიცანი ეს სახლი, როცა პირველად ვიყავი იქ მისული სინამდვილეში. და ვერაფერს ვერ ვამბობ ხა რა უნდა ვთქვა. და რო შევედით და ავედით, აი რაღაცნაირი გძნობა რომ აი აქ რო დამარტყო და დამიარა ბოლომდე რომ აი მე რატო ჯობია არ იყოს ასე, რატოა ასე. მათ ბევრი რამე უფრო შეინარჩუნეს ვიდრე ჩვენ, ეს ფაქტია. განსაკუთრებით თუ დაესწრებით ტრადიციულ დღესასწაულებს, კაი იქნება. ძალიან გვანან მართლა ამხრივაც რომ მათი თავგადასავლელიც არის თავისუფლებისთვის ბრძოლა რა და არასდროს არ თმობენ რა. თვლიან რომ როგორც კი ამ ბრძოლა დამთავრდება ბასკეთის გაქრება. მე მგონია რომ საქართველოს ეგრეა რომ თუ არ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის საქართველოს აღარ იქნება.